საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ ლას-ვეგასში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს და პრიზორებს წარმატება პირადად მიულოცა. ოქროს მედალი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩაგიშვილმა მოიპოვა. 10 წლიანი პაუზის შემდეგ ხინჩაგიშვილი პირველია, ვინც ამ ტიტულს დაეუფლა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოქროსთან ერთად 3 ბრინჯაოს მედალიც არის. მესამე ადგილის პრიზორები ბენო პეტრიაშვილი, სანდრო ამინაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ. დღესჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ პრემიერ-მინისტრს მოჭიდავეთა სავარჯიშო დარბაზის პრობლემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, პრემიერისგან კი დახმარების პირობაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძეც დაესწრო. სპორტი გვაერთიანებს, მეგობრებო. სპორტი არ შეიძლება რომ იყოს დაყოფის რაღაც საშუალება ან ასე ვთქვათ საფუძველი. პირიქით, სპორტმა უნდა გააერთიანოს ყველა და ყველა. ჩემი თავარი ზავნილი არის ის, რომ და ამას მინისტრი ძალიან წარმატებულად ახორციელებს ამ პოლიტიკას, მეგობრებო, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ სპორტის დეპოლიტიზება. ყოველთვის ახლოს ვიყავი ამ მედალთან, მაგრამ სულ ერთი ნაბიჯი მაკლდა და ის შეუძლია მოვიპოვო ოქროს მედალი. როგორც ჩემი თავი, ასევე მთელი ქვეყანა გავახარე, ძალიან ამაყი ვარ, გახარებული ვარ. პრემიერმა შეკვირდა დარბაზის თაობაზე, ეს დიდ საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა ლიცენზია სულად მოვიპოვოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დარბაზი და სპორტსმენების ერთობლივი ვარჯიში.